ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესის ტრანსფორმაციისა და პროფესიების ავტომატიზაციის მთავარ ინსტრუმენტად ყალიბდება. სწორედ AI ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას მიეძღვნა Skillwell-ის ორგანიზებით გამართული ვორქშოპი AI ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის, რომელსაც სხვადასხვა სექტორის ბიზნესის მფლობელები, აღმასრულებელი დირექტორები და კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა მთლიანად პრაქტიკულ ნაწილზე იყო ორიენტირებული. მონაწილეებმა თავად იმუშავეს თანამედროვე AI ინსტრუმენტებზე და გაეცნენ იმ მეთოდებს, რომლებიც ბიზნესში პროცესების ავტომატიზაციას, პროდუქტიულობის ზრდასა და გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას უწყობს ხელს. მე გახლავთ საბაკო სექტორის წარმომადგენელი. ჩვენ სექტორში მიმდინარედ AI-ს ძალიან აქტიურად ვიყენებთ. ვცდილობთ, რომ წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით. გვეხმარება როგორც მომსახურების გაუმჯობესებაში, ასევე სწავლებაში, პროცესების ოპტიმიზაციაში. შესაბამისად, ვორქშოპი და ტრეინინგი ემსახურებოდა იმას, რომ უფრო სიღრმისეული წარმოდგენა შევექმნათ AI-ზე, როგორ გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ საქმიანობაში და როგორ შეიძლება რომ უფრო ეფექტურები გავხდეთ. სადაზღვევო სექტორისთვის ისევე როგორც პრინციპში ალბათ ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობებს თავაზობს. არსებული მონაცემების დამუშავების პროცესების ავტომატიზაციის კუთხით. აი ეს სფერო იმდენად დინამიურია და იმდენად ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფაქტიურად ჩვენ სწავლობთ და ჩვენ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებთ სხვადასხვა სექტორისთან წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ეს ღია დიალოგში არა მარტო ორგანიზატორებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობთ. ხელოვნური ინტელექტის როგორც ინსტრუმენტის გამოყენების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნა, თუ რამდენად სწორად და გააზრებულად გამოვიყენებთ მას და სწორედ ამას ეხებოდა დღევანდელი ვორქშოპიც და ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი გარდა იმისა, რომ საინტერესო რჩევა და ინფორმაცია მივიღე, ასევე იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გამოცდილება. ვორქშოპის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI-ს გამოყენებას მენეჯმენტში, მარკეტინგში, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებასა და ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაციაში. Skillwell-ის დამფუძნებელმა მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის გლობალური ტენდენციები, ბიზნესში AI-ს პრაქტიკული გამოყენების მაგალითები და თანამედროვე ორგანიზაციების ტრანსფორმაციის მოდელები გააცნო. ქართული ბიზნეს სექტორი ძალიან ღიაა ხელოვნური ინტელექტის მიმართ და ძალიან მაღალია დაინტერესება. ამ შეხვედრაზე საუბარი ჰქონდა იმაზე, თუ რა მიმართულებებში შეიძლება იყოს გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი იმისთვის, რომ ბიზნესმა მიიღოს დიდი, ასე ვთქვათ, სარგებელი, რა სწრაფი გამარჯვებები შეიძლება იყოს ამ მიმართულებით და ზოგადად ასევე ვისაუბრეთ მსოფლიო ტენდენციებზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კონკრეტულად რა ბიზნეს მიმართულებებში ახდენს გავლენას. Skillwell-ი ბიზნესისთვის AI მიმართულებით საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას აქტიურად აგრძელებს და ამ მიზნით პროფესიული განათლების ფარგლებში ახალი პროგრამა ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია უკვე დანერგა, რომელიც სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.